მოგესალმებით, წარმოგიდგენთ თოფურიას 1-21-ის მაგალითების ამოხსნას პროცენტებზე. სანამ გადავალთ უშუალოდ მაგალითებზე, ავხსნათ თუ რა არის პროცენტი და როგორ უნდა გამოვთვალოთ. სიტყვა პროცენტი ნიშნავს მეასედს. ანუ ლათინური სიტყვიდან მოდის და ნიშნავს მეასედს. ანუ 1% არის იგივე 1/100 ნაწილი. უბრალოდ ასე ჩაიწერება პროცენტის სახით. ანუ მაგალითად, ნაწილებს როგორც ვითვლით, იგივენაირად ვითვლით პროცენტებსაც, უბრალოდ პროცენტი არის ყოველთვის 100. წინა ვიდეოში ჩვენ ნაწილებზე ვისაუბრეთ და ამოვხსენით. მოდი, მაინც გავიხსენოთ ნაწილის გამოთვლა როგორ ხდება და შემდეგ გადავიდეთ პროცენტებზე. მაგალითად, როდესაც გვინდა ვიპოვოთ 20-ის 1/4 ნაწილი. როგორ უნდა მოვიქცეთ? ანუ 20 უნდა გავამრავლოთ 1/4-ზე, ხომ? 1/4-ზე გამრავლება ნიშნავს, რომ მრავლდება 1-ზე და იყოფა 4-ზე, ხომ? იკვეთება 20 და 4 მიიღება 5. 5 ჯერ 1 5-ია. ანუ რიცხვი 20-ის 1/4 ნაწილი გამოვიდა 5. ეხლა თუ კი ვეძებთ პროცენტს. პროცენტის შემთხვევაშიც იგივენაირად ვითვლით, უბრალოდ ყოველთვის 100-ზე ვამრავლებთ. მაგალითად, თუ გვინდა ვიპოვოთ რიცხვი 300-ის, მოდი ჯერ პირობას დავწერ 300-ის 50%-ით დავიწყოთ, უფრო მარტივია. 50%-ის გამოვიდა. როგორ უნდა გავაკეთოთ? ზოგადად 50% ნიშნავს მეორეც და რატომ? ანუ სიტყვა პროცენტი თუ ნიშნავს 100-ს, 50 არის 100-ის ნახევარი. ესე იგი ყოველთვის ნახევარს ეძებ თუ კი 50%-ს ეძებ, ხო? ხა რატომ? ანუ 300-იც როგორც ნაწილს ვითვლით, იგივენაირად უნდა გავაკეთოთ, უნდა გავამრავლოთ 50 100-ზე. აი როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რომ 1% 1/100 იყო, 50% იქნება 50 100. 300 და 100 იკვეცება, მიიღება აქ 3 და 3 ჯერ 50 უკვე იქნება 150. დავფიქრდეთ ლოგიკურად არის თუ არა 150 300-ის ნახევარი, რა თქმა უნდა არის, ესე იგი სწორად გაგვიგეთებია. ეხლა ცოტა სხვანაირი პროცენტი გავაკეთოთ. მაგალითად, რიცხვი 120-ის მოდი პირობასაც დავწერ 120-ის 40% ვიპოვოთ. როგორ მოვიქცევით, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად, როგორც სხვა დროს 40% უნდა ჩავწეროთ წილადის სახით, 40 100-ის სახით და ამოვხსნათ. ანუ ნულებს ესევე აი აქვე შევკვეცავ, 1 0 120-ის შეიკვეცა 100-ის ნულთან, მეორე ნული შეიკვეცა 40-თან და 12 ჯერ 4 მივიღეთ, ანუ 48. არის თუ არა ლოგიკური? ანუ 40% არის ნახევარზე ცოტა ნაკლები, 120-ის ნახევარი არის 60 და 60 ნაკლები რიცხვი უნდა მიგვეღო და მივიღეთ კიდეც 48. მოდით ახლა გავაკეთოთ ეს, რაც გვაქვს თოფურიაში მოცემული. მე სხვა ტიპის პროცენტებზეც ჩავწერთ ვიდეოებს. ეს ყველაზე პირველი საფეხური არის, უბრალოდ პროცენტს რომ ვეძებთ, აი რიცხვის რაღაცა პროცენტს რომ ვეძებთ. მაგალითად, აქვე ახლა 140-ის ქვევით დავწერ 35%-ის პოვნა, ხომ? 140-იც უნდა გავამრავლოთ 35 100-ზე. ეს ხანდახან სპეციალურად არის ხოლმე ესეთი რიცხვები მოყვანილი, რომ დაიბნეს მოსწავლე და აურიოს, ну არ უნდა აურიოთ, უნდა დაფიქრდეთ, რომ ყოველთვის როცა პროცენტს ეძებთ 100-ზე ამრავლებთ და 140 და 35 შეიძლება თავისთავად იკვეცებოდეს, მაგრამ არ კვეცავთ ორივე მრიცხველშია, კვეცავთ აქ მარტო ნულებს. და რასაც მივიღეთ, ან 14-ს გავამრავლებთ 35-ზე და მე გავყოფთ 10-ზე. ხა როგორ ვამრავლებ? მე ზეპირად 14-ს 35-ზე. 35-ს ვამრავლებ 10-ზე, მივიღებთ 350-ს, 4-ს ვამრავლებთ 35-ზე, მიიღება 140, 350 პლუს 140, ეს არის უკვე 490, 490 1/10, ანუ 49 მიიღება. ხა დავფიქრდეთ 35%, ანუ მესამედზე ცოტა მეტია, ხომ? 140-ისთვის 35%, ანუ მესამედზე ცოტა მეტი უნდა ყოფილიყო და სასურვით ლოგიკურია, რომ 49 მივიღეთ.
ხა 1/21-ში კიდევ არის სხვა მაგალითები, მეორე, მესამე, მეოთხე, თქვენ გააკეთეთ, უბრალოდ მინიშნებასავით ვიტყვი ახსნისას, რომ 215-ის 16%-იც ანალოგიურად გამოითვლება, ანუ 215-ს ვამრავლებთ 16 მიასედზე, 280-ის 0.5%, ანუ პროცენტში რო შეგხვდება 10 წილადი არ არის დასაბნევი, 0.5 მეასედი იქნება, ანუ 5 მე-1000-ი. ანუ 280 გამრავლდება 5 მე-1000-ზე, იგივე 1 მე-200-ზე. ანუ გამოდის რომ